როცა გალილეის ზღვის ნაპირას მიდიოდა, მან დაინახა ორი ძმა, სიმონი, პეტრეც წოდებული და ანდრია, მისი ძმა. ბადეებს ისროდნენ ზღვაში, ვინაიდან მებადურები იყვნენ. უთხრა მათ: მომყევით მე ადამიანთა მებადურებად გაქცევთ. მათ მყისვე მიატოვეს ბადეები და გაჰყვნენ მას. იქიდან წამოვიდა და დაინახა სხვა ორი ძმა, იაკობი, ზებედეს ძე და იოანე, მისი ძმა, რომელნიც თავიანთ მამასთან, ზებედესთან ერთად ნავში ბადეებს აკერებდნენ და მოუხმო მათ. მათ მყისვე მიატოვეს ნავიც და მამაც და გაჰყვნენ მას. მიმოდიოდა იესო მთელ გალილეაში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სასუფევლის სახარებას და კურნავდა ყოველგვარ სენს, ყოველნაირ უძლურებას ადამიანში. მოედო მისი ამბავი მთელ სირიას. მოჰყავდათ მასთან ყველა უძლური, სხვადასხვა სნეულებით და სატანჯველით შეპყრობილნი, ეშმაკეულნი, თვარეულნი, დავრდომილნი და ის კურნავდა მათ. დიდძალი ხალხი მისდევდა მას გალილეიდან და 10 ქალაქიდან, იერუსალიმიდან და იუდეიდან და იორდანეს გაღმიდან.